მოგესალმებით. ეთერშია საინფორმაციო პროგრამა ფაქტი. დღის სიახლეებს გიორგი დოლიძე გაგაცნობთ. მალე ოზურგეთი-ლიხაურის საავტომობილო გზის მშენებლობა დასრულდება. აღნიშნული გზის სარეაბილიტაციო და ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა დაათვალიერა. დღეს საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა პრეზიდენტის რწმუნებულთან გურიის რეგიონში ვალერი ჩიტაიშვილთან ერთად ოზურგეთი-ლიხაურის საავტომობილო გზის 4 კილომეტრიან მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ჩატარდა მიწის სამუშაოები, მოეწყო სამიახვე არხები და ხელოვნური ნაგებობები. ამჟამად მიმდინარეობს ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება. სამუშაოების დასრულების შემდეგ რეაბილიტირებული გზით 3000-ზე მეტი ადგილობრივი მაცხოვრებელი და რეგიონის სტუმრები ისარგებლებენ, რაც ტურიზმის განვითარებას და სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზაციას შეუწყობს ხელს. სარეაბილიტაციო სამუშაოებში აქ 50 ადამიანია დასაქმებული, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა. განაპირობებია შევასრულეთ. 15 ივნისს დასრულებული იქნება ეს გზა. ძალიან ბევრი რამის გამო მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ უამრავი ტურისტი ჩამოდის, რამდენიმე 1000 კაცი ჩამოვა აი ამ გზის მეშვეობით გურიაში და დაისვენებს, ასე რომ მე მაყოფილი ვარ, რომ ხარისხენად სრულდება ეს გზა. ნამდვილად კეთილშობილი საქმე გაკეთდა და კეთდება კარგი თანამედროვე გზა ხარისხით. მოხარული ვარ ძალიან, რომ სოფლის სახელით მადლობას ვუხდით ჩვენ მთავრობას, ადგილობრივ მთავრობას, განსაკუთრებით ბატონ რამაზ ნიკოლაიშვილს და როგორც აღნიშნა კარგ მშენებლებს, რომელიც კარგ ხარისხიან გზას გვიკეთებენ. მადლობის მეტი არაფერი არ გვეთქმის ნამდვილად, პირადად ბატონ რამაზთან, ჩვენს ხელისუფლებასთან, დიდი 16 აღაშური სოფელში. ეს ვფიქრობ, რომ აქამდე უნდა მოგვარებული იყო ეს საკითხი. უდიდესი მადლობა ყველაფრისთვის. ლიხაურის შემდეგ მინისტრმა ქალაქის ცენტრში გადაინაცვლა და ვაგზლის შენობის რეაბილიტაციის პროცესი, ასევე თეატრალურ მოედანზე მიმდინარე მშენებლობები დაათვალიერა. მისთან ერთად დაათვალიერეთ ყველა ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ეხლა ამ წუთას მიმდინარეობს ოზურგეთში, აბსოლუტურად ყველა თავის ვადაში იქნება დასრულებული, რაც მთავარია, ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული და ასევე კიდევ იგეგმება ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები. სოფელ გურიანთის მოსახლეობას ყველაზე მეტად სახნავ-სათესი ფართობების დამუშავება აწუხებთ. აღნიშნული სოფლიდან სიუჟეტს რუბრიკის დაუცვი შეკითხვა ხელისუფლებას ფარგლებში გთავაზობთ. გურიის რეგიონის თითქმის ყველა სოფელში პრობლემები ერთმანეთის იდენტურია. გამონაკლისი არც სოფელ გურიანთაა ჩვენი გადამხები ჯგუფის სტუმრობისა სოფლის მკვიდრნით თავშეკავებით, მაგრამ ყოფით პრობლემებზე მაინც ალაპარაკდნენ. მათი მთავარი პრობლემა მოქმედოდ დარჩენილი სახნავ-სათესი მიწაა, რომელსაც სოფელში არსებული ახალი ტექნიკა ვერ ამუშავებს და მოსახლეობა მოსავლის გარეშე რჩება. და ვერ შეძლებს ამას ხალხი. 45 ლარი არის მარტო სასუქი და იმას დამუშავება ხომ უნდა. ხო და დახნა დათესვა და ეს სხვა ხარჯია კიდე. ფული კი არა გატყდება ტრაქტორი რომ შევაო ამდენი წლის დუმუშავებელი მიწები რომა. არავინ არ შევიდა არც სახნავა და არც არაფრად. მეტი ფართობი ჩვენ არ გვაქვს. ფული ჩვენ არ გვაქვს რომ ვიყიდოთ და რაით უნდა შევიძინოთ რამე. ზაფხულის სიცხის მატებასთან ერთად სასმელი წყლის პრობლემას დგება, რადგან ჭაში წყლის დონე საგრძნობლად იკლებს. ჭები შრება და ამზე იცვლა ხალხს წყალი და ჩვენ გვაქვს საცივზე შეერთებული. წყალი ახლა ზაფხულია და წინა შრება რა თქმა უნდა. სამთარში კი გვაქვს თოვლივი წყალი, მეტი არაფერი. წყალჯერები გამეიყვანს. სოფელში მოსაწესრიგებელია შიდა გზები, რომელიც პერიოდულად იხრეშება, მაგრამ ზამთრის დადგომასთან ერთად გზა ისევ იშლება. თითქმის დასრულდა ახალი გამრიცხველიანება და მიმდინარეობს გაზიფიკაციის სამუშაოები. კი, გაზი დადგმულია, მოდის გაზი ზევი ახლა. ფული რომ არა, არც გაზი არ მაქვს. გაზი რო შემეიყვანო, ვის ესხო და ვივალო და რა მეკვდა. ხომ უნდა გადიხადო. აი ბუნებრივი გაზ ველოდებით კიდო და ჩვენთან არ არის აწყებული და ისე სულ გპირდებია რამოდენიმე წელია. მოგვარებული იქნება თუ არა გაზიფიკაციის პრობლემა სოფლის მთელ ტერიტორიაზე. იგეგმება თუ არა სხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ამის შესახებ პასუხს გურიანთის მოსახლეობა ჩვენი რუბრიკის ფარგლებში მომდევნო გამოშვებიდან შეიტყობენ. ტრადიციული რუბრიკის ფარგლებში მომზადებული სიუჟეტებიდან ჩოხატაურშიც გაზიფიცირების სურვილი იკვეთება. ამ საკითხზე კომენტარი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელს ლელა იმედაშვილს ვთხოვეთ. გაზი შემოყვანილია იქნება ცოტა ხანში ოჯახებში შემოვა. გაზი ვისაც აგეხლა ფული შემოიყვანა. ვისაც არა აქ ვარ გაჩენებული ფული არ არსებობს. გაზიფიცირება ეს არის ერთ-ერთი მთავარი სურვილი, რომელსაც ჩოხატაურელები გამოთქვამენ ხოლმე. შეკითხვა ხელისუფლების მისამართით ამ მხრივ როგორც წესი თითქმის ყველა სოფელში ისმება.
განსაკუთრებით კი გოგოლეს უბანში გამოირჩევიან. როგორც მუნიციპალიტეტის გამგებელი ამბობს, მიუხედავად მოთხოვნისა გაზიფიცირებულ სოფლებშიც კი ინდივიდუალური აბონენტი ოჯახების ძალიან მცირე რაოდენობა ხდება. თუმცა პროცესი თანდათანობით ყველა სოფელს შეეხება. ამ ეტაპზე კი პრიორიტეტი დაბის გაზიფიცირებაა. სოფლებში გაზიფიცირების პრობლემაც არის ერთ-ერთი მტკივნეული თემა. მიუხედავად იმისა, რომ რეალურად სოფლებში მოსახლეობა ითხოვს გამრიცხველიანებას, მაგრამ შემდეგ სამწუხაროდ ცოტა ხდება ინდივიდუალური აბონენტი, ან ცოტა ახერხებს შეიყვანოს გაზი საკუთარ საცხოვრებელ სახლში. მიუხედავად ამისა, მათი ინტერესი რომ გქონდეთ და ბუნებრივია ჩვენი ინტერესიც არის, რომ ყველა სოფელი მაქსიმალურად დაფარული იყოს გაზიფიცირებით. რაც შეეხება კონკრეტულად გოგოლეს უბანს, ამაზე ისევე როგორც რამდენიმე სოფელზე პროექტზე მუშაობა უკვე დაასრულა. კერძო კომპანია მოგეხსენებათ, რომელიც ამ პროექტებს ახორციელებს და ეტაპობრივად იწყება სამუშაოები. ჩვენთვის ამ წუთში პრიორიტეტია დაბის გაზიფიცირების დასრულება და ამის შემდეგ აღნიშნული სამუშაოები სოფლებში გადაინაცვლებს. საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე ოზურგეთელმა მორაგბეებმა კიდევ ერთი გამარჯვების მოპოვება თბილისის ყოჩებთან შეძლეს. ნახეთ ჩვენი სიუჟეტი. ზვანის სტადიონზე გამართულ თამაშზე ალიგის მორაგბეები თბილისის ყოჩებს შეხვდნენ და ერთმანეთს ჩემპიონატში გამარჯვებისთვის შეებრძოდნენ. დაძაბული თამაში თავიდანვე არწივების დაწინაურებით წარიმართა. მორაგბე გიორგი კალანდაძემ თავი ისახელა და ყოჩების კარში 2 ლელო დადო. შეხვედრა საბოლოოდ 29-26 არწივების ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა. საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე გამარჯვების მოსაპოვებლად ბრძოლა კვლავ გრძელდება. პირველ წრეში ოზურგეთელი მორაგბეები კიდევ 2 თამაშს გამართავენ. პირველი შეხვედრა თბილისის ტორნადოსთან შედგება. დღეს დავამარცხეთ თბილისის ყოჩები, ძლიერი გუნდია. ამ გამარჯვებას მიულოცა ოზურგეთს, მთელ გურიას. მე პირადად 2 ლელო დავდე და რა ვიცი, უსურვებ წარმატებებს. გარი თამაში იყო, ახლა რო თქვა რომ აი რაღაც თანაბარი ბრძოლა იყო, ორმამა გუნდმა კარგად ითამაშა, იბრძოლეს და თამაშიდან გამომდინარე ეს იყო ჩვენი მათ უფრო ის რომ ცოტა მეტი მომზადებული და თავიდანვე შევძელით რომ ანგარიშის საყვანა ჩვენ ხელში იყო თავიდანვე თამაში სადავეები და ბოლომდე დამთავრდა ისე რომ სასურველი გამარჯვებები. ძალიან დაძაბული თამაში იყო, დავამარცხეთ თბილისის ყოჩები. ყოველ შემთხვევაში რაც დავალებას მივეცეთ ფაქტობრივად ჩვენს მორაგბეებს, ფაქტობრივად შეასრულნენ ყველა დავალება და კმაყოფილი ვარ დღევანდელი თამაშით. დაგვჭა ამ ეტაპზე კიდევ 2 თამაში თბილისი ტორნადოსთან. შემდეგ ბოლო თამაში არის თბილისში რუსთავში გასვლა ადგილობრივ გუნდთან და ამით ვამთავრებთ ამ ჩემპიონატს. ეს გახდა შემხადარსებული ბოლო ინფორმაცია. საინფორმაციო პროგრამა ფაქტის კორესპონდენტებთან ერთად ხვალამდე გემშვიდობებით. კარგად ბრძანდებოდეთ.